მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის უსაფრთხო კუთხის რიგით მე-9 პოდკასტი და დღეს ჩვენი სტუმარია ბატონი ვიქტორ დოლიძე. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, რომელსაც საშუალება ექნება კიდევ ერთხელ მიიღოს რაიმე სასარგებლო ინფორმაცია, როგორც ყოველთვის უსაფრთხოების კუთხის ყველა გადაცემა საინტერესო თემით მიმდინარეობს და ვფიქრობ, რომ დღევანდელიც საინტერესო უნდა დარჩეს. ისე რომ მადლობა იმისთვის, რომ საშუალება მომეცით მოსულიყავი და ჩემი გამოცდილება გამეზიარებინა თქვენი აუდიტორიისათვის. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყოველთვის. ძალიან საინტერესო სტუმარი იქნებით ჩვენთვის მომავალშიც და ჩვენი პირველი ეპიზოდიც საკმაოდ საინტერესო იყო და სხვათა შორის ლიდერობს ბატონი ვიქტორ დოლიძე. ახლავდი YouTube-ზე რომ კი, ყველაზე მეტი ნახვა გაქვს თქვენ. შეგვიძლია შევაჯამოთ უკვე იმდენი დრო გავიდა თქვენი ნახვიდან, რომ ჯერჯერობით ლიდერობის პოზიციას ართმობთ. დიდი პატივია. ნახვების და ლაიქების კუთხით. ამიტომ ვარაუდობ, რომ დღესაც ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება და ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს. მithumetes ვეხებით თემას, რომელიც იმ სექტორის სპეციალისტებისთვის და დასაქმებულებისთვის, სადაც ისინი მუშაობენ, არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა შემოსავთხოვების კუთხით. ეს ეხება ლოჯისტიკას და საწყობის მიმართულებას დღეს ქვეყანაში. ძალიან ბევრი საწყობია გახსნილი, ლოჯისტიკური მიმართულებითაც საკმაოდ განვითარებულია საქართველოს. გულისხმობ იმას, რომ ძალიან ბევრი გადაზიდვა მიმდინარეობს ქვეყანაში, როგორც შიდა, ისე გარე გადაზიდვები, მithumetes გამტარი ქვეყანა ვართ და შესაბამისად ამ ყველაფრის ფონზე ვფიქრობ თქვენი გამოცდილების გაზიარება, როგორც შემოსავთხოვების სპეციალისტის, როგორ დავიცვათ შემოსავთხოვება კონკრეტულ სამუშაო სივრცეში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მზათა ვარ მოვისმინო შეკითხვები, გავცე პასუხი. დავიწყებდი იმით, რომ ლოჯისტიკა ძალიან ზოგადი ტერმინია და საერთოდ მომარაგებასა და მომარაგებასაც გულისხმობს, რასაც შემოსული საქონელი და ინვენტარი საჭიროების მიხედვით იგზავნება სხვა გადანაწილებული სხვა ობიექტებზე, სადაც მცირე მასშტაბებით ისევე მიდის დასაწყობება, თუნდაც დროებითი დასაწყობება და შემდეგ მისი გამოყენება უშუალოდ ან მისი რეალიზაცია. და ფაქტიურად ეს საკითხები დამოკიდებულია და პირდაპირ განაპირობებს მათში არსებულ მდგომარეობას თვითონ შეტანილი საქონლის ხასიათი, პროდუქტის ხასიათი არის სამშენებლო მიმართულების ლოჯისტიკური ობიექტები, არის წვრილი სასაქონლო დაფასვების ობიექტები, რომელიც შემდეგ გადაფასდება კლიენტური შეკვეთის შესაბამისად და ვრცელდება მასებში. ასეთებიც არის, როდესაც მაგალითად არის როგორ გითხრათ, ფხნილოვანი საქონელი დაფასვებული ტომრებში, რომელიც საწყობდება და შემდეგ რეალიზდება, გადაიტვირთება მატარებლებში ან გემებით ან რაღაცით დანიშნულებისამებრ იგზავნება სხვადასხვა ქვეყნებშიც კი. ისეთი მაგალითად როგორც ფეროში ნადნობები, არის მეტალურგიული სხმულები, არის ცემენტი, კირი, სამშენებლო მასალა, აგური, ბლოკები, რომელიც დასაწყობებულია თავისი მოცულობის მიხედვით და წონის მიხედვით დანაწილდება და ასეთი ობიექტებთან ეხლა მე პირადად შემხებლობა მქონდა რამდენიმე ასეთ ობიექტთან. ეს იყო სამშენებლო ხასიათის ფილების სამშენებლო თაბაშირ მოყავოს ფილების წარმოება, სადაც ხდება ამ ფილების გამოშვება, გაშრობა, დაფასება, შეკვრების მიხედვით დასაწყობება დროებით და პირდაპირ გატანა ქსელში და გადანაწილება სარეალიზაციო ბაზებში. ბაზებსაც თავისი მიმღები საწყობები აქვს, მაგრამ ეგ სახელშეკრულება ურთიერთობებით ნაწილდება, ვინ აგებს პასუხს უსაფრთხოებაზე, მიმღები ობიექტზე მიმღები და საქონლის ჩამბარებელი აგებს პასუხს მისი სწორად დასაწყობებისა და შესაბამისად მისი ტექნოლოგიური დამუშავებისათვის, რასაც დამუშავებასაც ტვირთს დამუშავება ქვია, როდესაც ტვირთი შემოდის და ლაგდება, იმის ქვია ტვირთის დამუშავება. არის საბაჟო ტერმინალები, ისევე იგივე ფოთის
საბაჟო ტერმინალში მქონია გამოცდილება, როდესაც არის გარკვეული ინციდენტი მოხდა ესეთი ბამბის ნაწარმის ბამბის პროდუქციის უბრალოდ ეს არის ბამბა ნედლეული ბამბა, რომელიც მოყვებულია მინდვრად, შემდეგ გადამუშებულია პირველადი გადამუშება და დაპრესილია შესაბამის შეკვრებში. მაღალი წნევით არის ისა და მოხდა ასეთი რაღაცა უბადური შემთხვევა მოხდა იმის გამო, როდესაც ის სტელაჟზე დაალაგეს ასეთი შეკვრები სალტეებითაა შეკრული, ფოლადის სალტეებითაა შეკრული და სალტი აღმოჩნდა უხარისხო გაწყდა და იმ წნევის გამო განთავისუფლდა ბამბა წნევისგან მიაწვა შემდეგ შეკვრას და გადმოაგდო სტელაჟიდან და ეცა მუშას და დაიღო მუშა. მართალია ბამბამ ჩატია, მაგრამ შეკრული ბამბა ძიმე აღმოჩნდა და ეს კაცი დაიღო ადგილზე. ამიტომ თავიდან ვადგებით პრობლემას დატვირთვა დაცლის მისი დასაწყობების პრობლემებს და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენთან ერთიანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს საწყობების საქმიანობას უსაფრთხოების კუთხით არ არის. აი კითხვა გინდა ზუსტად დაგვესვა რომ ხომ არ არის რაიმე ტიპის რეგლამენტი. თქო, პრინციპში ჩვენს გქონდა ამაზე ინფორმაცია, მაგრამ სმენელს ალბათ პირველი ეს კითხვა გაუჩნდებოდა რა кейსიც ახლა მოვყევით შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ ხომ არ არის რაიმე ტიპის რეგლამენტი უშუალო სასაწყობე მეურნეობებთან დაკავშირებით. ადრეული საბჭოთა ნორმატივი, რომელიც მოქმედია 1992 წლამდე მოქმედი დოკუმენტები, ეს არის ტვირთების დაცლისა და დატვირთვის უსაფრთხოების წესები, რომელიც საბჭოური წესია და ამ წესის მიხედვით მოქმედებენ. მაგრამ მათ თავისთავად უკვე ამ წესთან კომბინაციაში შედის უკვე საფრთხების და რისკების შეფასება, მაგრამ თუ კი აი ეს წესი კარგად არ იცის საფრთხების და რისკების შეფასებელმა, მას შეფასებისა შეიძლება გამორჩეს ისეთი ნიუანსები, როგორიც აქვს თქვა საწყობის მართვას. არის საწყობები, რომელსაც მთლიანად გაციფრებულ ელექტრონული აღრიცხვის და დასაწყობების წესი აქვს. როდესაც საქონელი მოდის შეკვეთით, ესე იგი რეალიზატორისაგან გაგზავნილი შეკვეთის საპასუხოდ წამოსული საქონელი საწყობდება კოდირებულად. მას მინიჭებული აქვს კოდი და კოდი შესაბამისად აღნიშნულია სტელაჟებზე და ნაგდება კოდირების მიხედვით. მაშინ მისი პოვნა ძალიან მარტივია პერსონალისთვის, ჩამოღებაც მარტივია და უკან დაბრუნებაც ნარჩენის ვიდრე ისეთი როგორც შეიტანი დააწყვე იმანიცის ამანიცის და ის კაცი თუ არ მოვიდა სამსახურში უკვე აღარ ვიცი საქართველოში არ მოხდეს ეს პრაქტიკა. საქართველოში ასეთი პრაქტიკა არის. მაგრამ ამერიკულ კომპანიაში ხო, ალბათ 1 და 2, იმიტომ რომ 99% მე პირადად რა შეხებაც მაქვს საწყობებთან, ძირითადად ამ მიმართულებით, ან ძველებური სტელაჟებია, ან არა სტელაჟი შეიძლება ძველებური იყოს, მაგრამ სტელაჟებს უკეთება ყველა თაროსთან და ყველა მასან სექციაში უკეთება მისი აღნიშნული ნომერი, კოდი, სადაც ლაგდება ის საქონელი, რომელიც შესაბამისი კოდით მოდის. კი ბატონო, თუმცა ეგეთი ობიექტები ძალიან ცოტაა. ძალიან ცოტაა, მაგრამ ეხლა უკვე გადადის თითქმის ყველა ფართო მასშტაბის მომუშავე კომპანია გადადის თვითონ საწყობის აღრიცხვის ავტომატურ სისტემაზე. თვითონვე აკეთებს ამ სისტემას, პროგრამისტები უკეთებენ და ალაგებენ. ეხლა ძნელია მაგალითად იპო ლურსმნის ჩამჭედებელი პისტოლეტი, რომელიც ვაზნებით ვარდება. არ არის პნევმატური, პირიქით ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსია, დუბილები, რომელიც ბეტონში ჭედდება, იმის ვაზნები იპოვო, სადაც არის ვენტილები, დიდი ზომის ვენტილატორები, რაღაცები იპოვო ეს კოლოფები. ამიტომ ყველაფერს მისი ადგილი უნდა იქნეს მიეჩინოს, რომ იცოდე იოლად იპოვო ისა და მაგალითად ყველაზე მაღალი დონე, რაზეც მე ინფორმაცია მაქვს, Volkswagen-ს აქვს, ამ გერმანულ კომპანიას, რომელიც ავტომობილებს აწარმოებს, სადაც მთელი Volkswagen-ის ქარხნის ლოჯისტიკურ სისტემას მართავს ორი კაცი. კომპიუტერული სისტემა და შემოსულ შეკვეთას აკრებს კომპიუტერზე და
შესაბამისი სტელაჟიდან წამოვა საქონელი ჩამოდის მინი ლიფტით იდება ტრანსპორტიორზე და მოდის მაგიდასთან სადაც ის ეს ოპერატორი და პირდაპირ შეუძლია გადაადგილოს. ორი კაცი მართავს სულ ამ სისტემას. ხო და ეხლა ჩვენთან უკვე ამაზე მიდის მე რამდენიმე შეხება მაქვს იმ კომპანიასთან მე ვმუშაობ უკვე მიდის აუდიტორული შემოწმება და საქონელი ლაგდება იმის მიხედვით რა სპეციფიკაციაც აქვს შხამქიმიკატები, საღებავები, ცალცალკე ლაგდება სამშენებლო მასალა სხვანაირად ლაგდება იგივე მარაგნაწილი ყველაფერი ლაგდება მისი დანიშნულების მიხედვით რომ მარტივი იყოს მისი მოპოვება და გაგზავნა. ეხლა აქ აუცილებლად ვადგებით პრობლემას დატვირთვა დაცლის სამუშაოზე, როდესაც ეს მოდის საქონელი როგორ ჩამოიღებენ, როგორ რა პერსონალი მონაწილეობს ამაში დამტვირთავი მექანიზმები როგორ არის თუ არის გამართულ მდგომარეობაში მუშები ეხლა ჩვენ გვაქვს ქართული რეგლამენტი ტვირთების სიმძიმეების მიხედვით გადატანის დრო ეხება რამდენი მუშამ ხელით რო არ აწიოს, როგორ აწიოს, რა მექანიზმების დახმარებით და როგორ მოახერხოს მისი უმტკივნეულო და დაღლისა და ტრავმის გარეშე გადატანა. აქ არის თვითონ გადასაძიდი მოწყობილობები, ურიკები, რომელიც გადააქვთ ეს ტვირთი. ბატონო? არის ურიკებს ჩვენ ურიკებია, რომელსაც აქვს პლასტმასის როლიკები, რომელიც უნდა იყოს დაცული იმით, რომ არ უნდა მოყვეს მას მუშაკს ფეხი მის ქვეშ, ოღონდ ფეხსაცმელი უნდა იყოს დამცავი ცხვირით, შესაბამისი ნორმატივებს უნდა იძლეოდა და იატაკი უნდა იყოს აბსოლუტურად სწორი. ბატონო ვიქტორ, მე ხა თქვენი ალაპარაკებიდან როგორც გავიგე, მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა კავშირის ტექნიკური რეგლამენტები გვაქვს, ხო, დამხმარე ლიტერატურად ლოჯისტიკის სფეროში. ლოჯისტიკა და იქ არის ინსტრუქციები. ახლავს საწყობის მეკუჭნავე. გოსტებში არა, ეს არის წესი. რეგლამენტი არ არის, ეს არის წესი, ინსტრუქცია, სადაც გაწერილია ყველაფერი, როგორ უნდა იმუშაოს, როგორ უნდა დაალაგოს ტვირთი, როდესაც ტვირთი სხვადასხვა სპეციფიკაციისაა, მანუ მძიმე ტვირთი უნდა დაალაგოს სიმძიმის მიხედვით, რაც უფრო მძიმეა პირველ თაროზე, შედარებით მსუბუქი მეორე თაროზე და სულ მსუბუქები ზედმით. და როგორ ადაპტირდება ეს ყველაფერი დღესდღეობით? მუშაობს ხო? შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუშაობს. ამას უნდა უსაფრთხოების სამსახური უნდა უძღვებოდეს, აკონტროლებდეს ამ სისტემას. თვითონ პროცესისაც უნდა აკვირდებოდეს და ეს პროცესი უნდა იყოს რეგლამენტირებად გაწერილი თვითონ შიდა რეგლამენტებით. რომ არ შეიძლება იქ არის, როცა იყენებენ ტვირთის მოწყობილობას არის ეს ელექტრო სატვირთველები, რომელიცაც თვითონ ტვირთის ჩანგლიანი სატვირთველია, რომელიც მიწიდან იმართება, პერკეტი შორიდან უჭირავს, ფეხით მიყვება და იქ დაწესებულია სიჩქარე, ავარიული გაჩერება და ყველაფერი ღილაკია წითელი, რომელსაც გააჩერებს ნებისმიერ დროს, აწების დროს და იქ არის აგრძალვები. არ შეიძლება ამ ჩანგლიანი სატვირთველათი, გენდებავთ ზრავაზე იმუშავებს, იმიტომ რომ ჩანგლიანი სატვირთველები რამდენიმე ტიპისაა, გაზის ზრავაზე მომუშავე, დიზელის ზრავაზე მომუშავე, ელექტრო და ბენზინის ზრავაზე. ასეთ სატვირთველები ხშირად დახურულ სივრცეში გამოიყენონ. საუკეთესო რომელია? ელექტრო. იმიტომ რომ დახურულ სივრცეში ელექტროს იყენებენ, რომ ელექტროს მისი მოთხოვნები აქვს, იმიტომ რომ რაღაც ელექტროს აქვს აკუმულატორები, რომელიც არა, იქ იმასთან დასამუხტი სპეციალური უსაფრთხო ოთახი ჭირდება და იქ მოწევა არ შეიძლება, რადგან მის მჟავის ორთქლი, ტუტის ორთქლი ფეთქებად და საშიშია. კი, მაგრამ ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს პრეცედენტს ქართულ რეალობაში, რომ ცალკე ოთახი ქონდეს გამოყოფილი დამტვირთვალ, სადაც ცალკე იტენებ. ყველგან ასია, თითქმის სადაც მე მქონია პრაქტიკა, იმიტომ რომ დამტენი მექანიზმები ყენდება იმ ოთახში და იმის გადატანა სხვაგან შეუძლებელია. ცალკე თქვენ ამბობთ, რომ ცალკე იზოლირებული ოთახი შეიძლება, სადაც უნდა შევიდეს დამტვირთველი. შედის დამტვირთველი, სადაც იტენება, იმხდება ღამის განმავლობაში და დღით გამოდის. მას აქვს მთელი კომპლექსი აქვს ინსტრუქციის, რომელიც სწავლებას ექვემდებარება, ეს სწავლებაც ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა და ყველა სწავლება 3 წელიწადში ერთხელ განმეორებას ექვემდებარება და მას უნდა ისწავლოს იმის მიხედვით, რომ სწავლების აუცილებლად აღიშვება, მოდერნიზება თუ მოხდა, მისი
რაღაც დეტალები შეიცვალა, ან ტვირთის მახასიათებლები შეიცვალა. ტვირთის გადატანისა და დასაწყობების შეიცვალა, უნდა გაეცნოს პერსონალს და პერსონალი უნდა დატრენინგდეს ამ სფეროში. არის ქვესადგარები, ეგრეთ წოდებული პადდონებსაც ეძახიან პოდონი. ხშირად იციან საწყობის თანამშრომლობა. ხო, პადდონი. ისინი არის ქვესადგარი, რომელსაც აქვს ჩანგლებით აღების მისი შესაბამისი წესი. იქ ჩანგლის შორის დაშორება როგორი უნდა იყოს, რომ ის უსაფრთხოდ იქნას, ტვირთი არ გადაყირავდეს, არ გადმოვარდეს, არ მაწევის წესი არსებობს ტვირთს რო აწევს მიწიდან 20-30 სანტიმეტრით უნდა იყოს აწეული და მეტი მაღლა ტვირთის გადატანა არ შეიძლება აწეული ტვირთის გადატანა დაბლა უნდა ატაროს ჩანგლები და მისთვის ადგილას უნდა ვერტიკალურად გააჩეროს და დადოს და გამოაცალოს ჩანგლები, ან აწევს და შედგას შესაბამის უჯრედში, სადაც სტელაჟია და სტელაჟებს აქვს მისი მოთხოვნები შესაბამისი გამძლეობების მიხედვით, არ შეიძლება მისი გადატვირთვა, არ შეიძლება მასზე შეჯახება და ამიტომ ამ სტელაჟებს როდესაც ამონტაჟებენ რკინა ბეტონის იატაკში, მას უკეთდება დამცავი ფარები. ეს არის ბრონები, ჯავშანი, ბრონი ჯავშანია ქართულად და ეს ჯავშანი დარტყმისგან იცავს, რადგან დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს ჩამოწოლა და ეს ჩამოწოლა ხშირად დომინოს პრინციპით ვრცელდება და მთელ სიგრძეზე შეიძლება ჩამოწვეს სტელაჟების მთელი სიმაღლე. ეს არის კატასტროფა ფაქტიურად. არის ასეთი კადრები, ვიდეოები არსებობს, რომელსაც მთელი რამდენიმე სატვირთველა მისი პერსონალით მოყვა ამის ქვეშ და განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი სიმაღლის სტელაჟების. სტელაჟები არის ჩვენთან საქართველოში რაც ვინახავს, გარდა საბაჟო სამსახურებისა, 3 სართულიანი. 3 სართულიანი ნაკლებად სახიფათოა. არის 6 სართულიანებიც. ეს ძალიან მაღალია და მის დატვირთვა დაწესებაში ძალიან სახიფათოა და ამიტომ ის განსაკუთრებულ მიდგომებს მოითხოვს. გადაადგილებს სიჩქარე უნდა იყოს განსაზღვრული. იმიტომ ჩვენ მუშა პერსონალსაც ეჩქარება, სწრაფად გადაადგილდება, სოგი შემოუჯდება მუშაკების გადაყვანა არ შეიძლება ამ ტრანსპორტითა და ტექნიკით, ისე როგორც ურიკაზეც იციან დრიფტების გაკეთება. ხო, ჩანგელდებიან და ეს ფაქტურად ცირკის მსახიობობა არ არის მიღებული და დაჟჯადია. ფაქტურად ხშირად საქართველოში ბევრ ადგილას, მაგრამ საქმე მის მაკონტროლებელი ორგანოებთან დამოკიდებულებაშია. თუ მაკონტროლებელი ორგანო დატვირთვა დაცლის სამუშაოების პროცესებს კარგად გათვლის, მას შეუძლია დარღვევები ყველა დააფიქსიროს. იმიტომ რომ საერთოდ ადმინისტრაცია და მენეჯმენტი მოწოდებულია სწრაფად შესრულებულ სამუშაოზე და როდესაც ლიფტ კიბეს იყენებენ, ეს ცოტა დროეთში გაწერილი სამუშაოა და მუშაკები ცდილობენ რომ ეს ნაკლებად გამოიყენონ ლიფტ ამწეები, რომელშიც შედიხარ, ჩაიკეტები, დააჭერ ღილაკს ხელს, აიწევი სტელაჟის სიმაღლეზე, ჩამოიღებ ერთ ყუთს, ჩამოხვალ დაბლა, აიღებ შესაბამის საქონელს ამ ყუთიდან, მე აიწევი ისევ და იმ ყუთს დადებ თავის ადგილას. ამას დრო ჭირდება და ამწიერთ თუც מחარ ჩანგალზე, აწევს ჩანგალს, ამოიღებს იმას იქვე და იღებს იქვე ჩადებს და ჩამოვა და სწრაფად ახერხებს დავალებას სწრაფად ასრულებს, მაგრამ სამაგიეროდ დიდ რისკში აგდებს საკუთარ სიცოცხლეს. აი ამ პროცესებს თუ კარგად გათვლის მაკონტროლებელი ორგანო, ზუსტად შეუძლია მივიდეს და დააფიქსიროს, როდის ხდება ასეთი სამუშაოების შესრულება. ბატონო ვიქტორ, ეს მაკონტროლებელი ორგანო კი ბატონო. თუ გახსოვთ, ჩვენი პირველი კომუნიკაცია ლოჯისტიკასთან მიმართებით შედგა მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა შრომის საფრთხობის სპეციალისტმა ჯგუფში იკითხა, რომ გვექნებოდა თუ არა პოდკასტი სასაწყობეს სეგმენტზე და ჩვენ მაშინ შევხმიანეთ კიდევ ერთხელ ერთმანეთს კიდევ ერთხელ და დავგეგმეთ დღევანდელი დღე, რაც უკვე ძალიან ნაყოფიერია, მაგრამ აი ესე პროცედურალურად რომ შევხედოთ დღეს შრომის საფრთხობის ახალ ბედა სპეციალისტებს, ზოგ გამოცდილ სპეციალისტსაც აინტერესებს არსებული საფრთხეები. ანუ რა არსებული საფრთხეები გვაქვს ჩვენ საწყობში და ხშირად ისმევა შეკითხვები ამ ყველაფერზე, პოსტები იდება, აინტერესებთ კი, გასაგებია ის, მე ვიცი თქვენი პოზიცია და ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ შრომის საფრთხების სპეციალისტმა რა თქმა უნდა თვითონ უნდა დაიდენტიფიციროს საფრთხეები და მოახდინოს მისი პრევენცია. აბა სხვა რა არის ხომ ის საქმე, თუ ამას ვერ აკეთებს, მაშინ შეუძლია პური გამოაცხოს ჩვეულებრივად.
ხო, რა თქმა უნდა, საფრთხების და რისკების თვალსაზრისით სპეციალისტმა პირველ რიგში სასაწყობო მეურნეობის მმართველი ზემდგომი ყოველთვის ცდილობს თვითონვე დაადგინოს ნორმატივები და მიაწოდოს ასეთი იმას. ამას აკეთებენ უცხოელები კარგად. მე მქონი დელეგირებულია, მაგრამ იციან რომ აი აგზავნიან სპეციალისტს, მაგალითად კნაუფში. მოვიყვან მაგალითად დავასახელებ შემიძლია კნაუფში ჩამოდიან გერმანელი სპეციალისტები, რომლებიც ამას გეგმავენ თვითონ. და თუ თვითონ არ ჩამოდიან, მაშინ რომელიმე უახლოესი ფილიალიდან, რომელშიც უკვე ნამყოფები არიან, იმ სპეციალისტებს აგზავნიან. მე ვიყავი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ამ ორგანოში 2007 წელს. მაშინ ჩამოდიოდნენ სპეციალისტები, რომელსაც არავითარ საკანონმდებლობაზე საქართველოში თითქმის არ არსებობდა, ჩამოდიოდნენ სპეციალისტები, რომელსაც ამ უმაღლეს დონეზე აწესებდნენ ამას და ითხოვდნენ ამის შესრულებას. ამ რეკლის სარკეები რომ ყოფილიყო, ამ ბურთული სარკეები რომ ყოფილიყო თქვათ 30 სატვირთელად დადიოდა ქარხნის ტერიტორიაზე, რომ ერთმანეთი დაენახა ჩემჩნია და სიჩქარის აღნიშნულები ეწერა იატაკზე, იდგა შემზღუდველი ნიშნები და გადაადგილეს ამას ყველაფერს არეგულირებდა. ბატონო ვიქტორ, ჩვენ რამდენიმე საფრთხეს მოგახსენებთ, რომელიც ძირითადად გვხდება სასაწყობე სეგმენტში და თქვენ რო ისაუბროთ რისკების პრევენციას. მაგალითად დავიწყოთ ტვირთის ხელით დამუშავებას. ტვირთის ხელით დამუშავება ეს არის ისეთი სამუშაო, გააჩნია ტვირთის ხასიათს, რა ხასიათი, რისგან შედგება ეს ტვირთი. თუ ეს არის მაგალითად წყალგაყვანილობის ჩამკეტები, რასაც ჩამრაზები, ასეც ამბობენ ქართულად, ეს არის 500-600 კილოგრამი ტვირთი და მისი აწევა ხელით წარმოუდგენელია და საჭირო არის მისთვის სპეციალური მოწყობილობების გამოყენება. არის წვრილად დაფასებული, იგივე თუნდაც ავიღოთ ჭანჭიკები, რომელიც თქვა ყუთით ჩამოვაქვთ და ყუთში, მაგრამ ხელით უნდა იქნას გადაწყობილი იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც არის შეკვეთა მოცემული. მუშაკი დახრილი უნდა აკეთებდეს ამას თუ არა, აკეთებდეს უნდა მაგიდაზე და არ უნდა წელში მოხრილი, არ უნდა მუშაობდეს. აი, იქ არის წელის გადაღლის მომენტი, არის ხელის დასვლის მომენტი, რადგან იგი სპეციალურ ხსნარითაა დამუშავებული. როგორ უნდა იმუშაოს ხელთათმალით, ხელთათმის გარეშე აქროლადია ეს დამამუშავებელი ნივთიერება, არ უნდა შეიზუნთქოს, უნდა ქონდეს ნიღაბი. აი, ეს საფრთხე ყველა ნივთს გააჩნია, ყველა მახასიათებელი უნდა ვიცოდეთ, რა საქონელთან გვაქვს შეხება. მაგალითად, აეროზოლები. როდესაც შემოდის საღებავები, რომელიც და წებოები, რომელიც აეროზოლითაა ის სპეციალურ სათავსში, ჰერმეტულ სათავსში უნდა გათავსებს, რომელსაც იქნება ვენტილაცია, რომ არ დაგროვებული მისგან თუ რომელიმე გაუშვა, არ მოხდეს მისი აღება, ის უნდა შემოწმდეს, დათვალიერდეს, ხომ არ უშვებს, ხომ არ აპარებს რომელიმე მათგანი და ამიტომ შეიძლება მის მაფეთქება გამოიწვიოს მთელი საწყობის განადგურებაც. და მას უკეთდება შესაბამისი ნიშანი, აფეთქება საშიში ნიშანი და ეს საფრთხები და რისკები ფაქტიურად მოტანისთანავე პრევენცია უნდა ჩაუტარდეს, რომ იმის შეფასების შემდეგ რაღაც ღონისძიებების დალუდებას აზრი არ აქვს, უნდა გაკეთდეს ყისიერად და ნულამდე უნდა იქნას დაყვანილი შანსი, რომ იქ სიგარეტის მოწევა საერთოდ დახურულ სივრცეში აკრძალულია და საწყობში მით უმეტეს. და ცეცხლით სარგებლობა, მაგრამ ამას ხშირად ხელმძღვანელობა არ ღვევს ხშირად. უმეტეს ნაწილად, იმიტომ რომ ინიციატორები ისინი ხო, ინიციატორები მათობაზე არის, რომ დაუსჯელობის სინდრომი აქვს, რომ მე ვარ უფროსი და მე როგორ უნდა ამიგზავნოს. მაგრამ სხვათა შორის ერთ-ერთ კოორდინატორს შენიშვნა მივეცი, რომელიც ჩამოსული იყო მართველი სტრუქტურიდან და აღმოჩნდა გენერალური დირექტორი. თუ მე არ ვიცოდი, არ გაგეჭირდებოდეთ თქვენ ახლა. ხო და შენიშვნა მივეცი და მან დამიწყო შენიშვნის როცა და მე ვუთხარი, რომ აქ არის აქო კაბელებია ჩამოკიდული და ის იყო ხაზის გადაღმა და მე ვუთხარი, ეს არის ნულიანი რისკი, ნული, რადგან იქ შეხება და ადამიანის შესვლა იყო ფიზიკურად შეუძლებელი. არასდროს ასეთი რაღაცა უფროსებს არ მოწონთ. და როდესაც შენიშვნას აძლევდა უფროსებებოდი, უფროსი ეწეოდა ეგრეთ წოდებულ სიგარეტი რო არის იმაზე. აიქოს ელექტროსიგარეტი. ელექტროსიგარეტი და ეს ელექტროსიგარეტი მოთხარ ნიშანზე ამბზარავ ნიშანზე სამივე კი არა ჩილიმიც მითითებული გქონდა ჩვენ. გათვალისწინებულ ეს ყველა გზა იყო მოჭრილი ამბზარავი. სიგარეტი და ყველაფერი იყო მითითებული და თვითონ შევიდა მოწია იმ ადგილას სადაც ეს აკრძალულია. და სხვათა შორის ქალბატონი იყო. როდესაც ეს უთხარი და დღემდე გვახსოვს ეს ურთიერთთვილი დამოკიდებულება განაპირობა მან. რა თქმა უნდა ფილიპ ჭყალებში
არავის შენიშნა არ მოწონს, ასევე არ მოწონს, როდესაც ეუბნები, რომ სამგზავრო ლიფტით, სატვირთო ლიფტით გადაადგილება არ შეიძლება. ლიფტში ნიშანი კიდია, რომ ადამიანების გადაყვანა აკრძალულია. აი, მხოლოდ ტვირთისთვის. ტვირთი შეიძლება შეიტანო, გამოხვიდე, დაკეტო და გამოიძახო ქვემო სართულიდან ჩაიტანონ, ან აიტანონ მაღალ სართულს. ასეთი ლიფტები და ამწე მექანიზმები ექვემდებარება გარკვეულ პერიოდის ტესტირებას და ამ ტესტირებასთან არის მფლობელი. თუ ნაქირავებია შენობა, ის გამქირავებელმა უნდა შეამოწმოს. მისი საიმედოობა და რამდენად შესაძლებელია მისი გამოყენება, იმიტომ რომ მარტო იქ არ მისია ეს ფაქტიურად შეიძლება ადამიანი აღარ მოძრაობდეს ლიფტთან, მაგრამ საქონელი დაზიანდეს ჩავარდნის გამო გაწყდეს და დაზიანდეს საქონელი. პასუხი უნდა აგოს იმან, ვინც არ შეასრულა ეს. ეს საფრთხე და რისკები ასე უნდა იქნას შეფასებული. ასევე ევაკუაციის შესაძლებლობები უნდა იქნას შეფასებული პერსონალის რაოდენობის მიხედვით, უნდა იყოს შესაძლებელი რამდენი კაცი შეიძლება მყისიერად გავიდეს შენობიდან. ესეც რისკია. იმიტომ რომ მართალია არ ხდება ხანძარი, მაგრამ შეიძლება მოხდეს მიწისძვრა. და მიწისძვრის დროს საუცილებლია დატოვება შენობის, ამ დროს ლიფტებით სარგებლობა არ შეიძლება. აი ეს წარწერები უნდა იყოს ლიფტებზე გაკეთებული, მიწისძვრის და ხანძრის შემთხვევაში ლიფტებით სარგებლობა არ შეიძლება. ეს საფრთხები და რისკები ყველაფერი უნდა იქნას ასახული ამ დოკუმენტში და ყველაფრის ასახვა ამ დოკუმენტში შეუძლებელია ფიზიკურად ვერ იტევს ამას შეფასების ისა დოკუმენტი და დოკუმენტი ჩვენთან ცოტა სხვანაირად დგება და უცხოური ცოტა განსხვავებულია. იქ მეტი ფაქტორია გადატანილი მის განულებაზე და ნარჩენი რისკები ძებნას აზრი აღარ აქვს, ფაქტიურად განულებულია რისკის საფრთხის განმეორების რისკის განმეორების შესაძლებლობა. დათვლილი უნდა იყოს აბსოლუტურად ყველაფერი გვეუბნებიან უცხოური მიდგომები უფრო ძლიერია და ჩვენთან ერთი ავადმყოფობა ჭირს ჩვენ სამსახურს. რატომღაც შემოვიდა დასავლეთიდან ესეთი მიდგომა, როგორიც არის გარემოს დაცვის სპეციალისტის ზემდგომობა შრომის უსაფრთხოებაზე, რადგან გარემო დასავლეთში პრიმატი და აღმატებული ხარისხია ყვანილი და ჩვენთანაც გადმოვიდოთ ისეთ თანამდებობის პირებს, ვინც გარემოს ხელმძღვანელობენ, გონიათ რომ უფროსები არიან ჩვენ. ამ დროს ჩვენ საფრთხები, ჩვენ გაცილებით უფრო მაღალი კვალიფიკაციის საფრთხის სპეციალისტები ყავს, ვიდრე გარემოს დაცვის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენივე დონეზე ფლობდნენ ჩვენივე საქმიანობის სფეროს. და ხშირად ისეთ რაღაცების მითითებებს იძლევიან, რომელიც აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მაგალითად, მე მქონია პრაქტიკა, როდესაც ბანკის გარემოს დაცვის სპეციალისტი, იმის გამო რომ ჩვენ თქვა ბანკის კრედიტ მუშაობს კომპანია, რომელთანაც მე ურთიერთობა მაქვს, ის მეუბნება რომ აი აქ ასე უნდა ყოფილიყო ეს. მეუბნება რომ აი ტრაქტორი რომელიც ორმოებს თხრის, მასზე უნდა იყოს სიჩქარის შეზღუდვა. ორმოები თხრებოდა 50 სანტიმეტრის ორმო ყოველ 4 მეტრში. მე ვთხარ ყოველ 4 მეტრში რა სიჩქარით შეიძლება გადაადგილდეს ტრაქტორი. რა სიჩქარის შეზღუდვაზეა ლაპარაკი, როდესაც გადაადგილდება ყოველი 4 მეტრის შემდეგ. რა სიჩქარით 100 კილომეტრი წავა 4 მეტრზე, ის ხო გადაადგილდება 4 მეტრის მანძილზე და კიდე სულ მთელ დღეს გადაადგილდება 4 მეტრის მანძილზე. რომ დაშორება ისე და აქ მზადდებოდა მზის ბატარეები. მზის ბატარეებისათვის საყრდენი თაროები. და იქ ტრაქტორზე რატო არ არის, ტრაქტორს რატო არ აქვს სიჩქარების შეზღუდვა. ასეთი ხელმძღვანელობის ქვეშ ძნელია საფრთხებზე და რისკებზე ლაპარაკი. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვისაუბროთ, ბატონო ვიქტორ. სხვა გზა არ აქვს ხალხს საინტერესო. შემდეგი თემა არის თაროები, სტელაჟები. ყველაზე ხშირად დასმადი კითხვა, რა უშუალოდ სტელაჟებს, როგორი იყოს უნდა სტელაჟები და როგორი არ უნდა იყოს და რო არ უნდა იყოს ეგეთ სტელაჟებს რა უყოთ. გადავაგდოთ. გვაგდრო. თუ არ გვაქვს. უნდა ახდეს ქარხანა დამამზადებლის დოკუმენტაცია. ეს აუცილებელი პირობაა. თუ არ ახლია, ეს ისეთივე მდგომარეობა, როდესაც მანქანას არ აქვს ტექნიკური პასპორტი და შეიძლება ამანქანით ქუჩაში შეარული არ შეიძლება. ისე არ შეიძლება მისი გამოყენება. ან არსებობს მისი ანალოგიური დოკუმენტები, როდესაც მისი მოპოვება შეიძლება ინტერნეტით. არა, მისადაგება როგორ ახლა მარკა, მოდელი არსებობს, მე მაგალითად ჩინურ ხარაჩოებთან მქონდა შეხება და როდესაც მომნახე მისი ანალოგი, ზუსტად ჩინელებმა თვითონ რა კი ძებნისას წაიკითხეს ჩემი შეკითხვა,
ინგლისურად გაგზავნილი, შემოთა ამას ხო არ ეძებო და ზუსტად შემოთავაზეს ის, რასაც ვეძებდი. ხო და ამ დროს ეს ხარაჩოები ქართველ მშენებელს დაწყობილი ქონდა ღიაცის ქვეშ. აწევდა ათოვდა. აწევდა ათოვდა და იყო ძალიან მოყვითალო ფერის. ფაქტიურად შანგისაგან დამუშავებული. არის ეხლა უკვე ვალდებულება ახალ რეგლამენტში რომ თაროები უნდა სტელაჟები უნდა იყოს ქრომირებული. სამშენებლო გარე სამუშაო სტელაჟები ქრომირებული უნდა იყოს, მაგრამ ეხლა რასაკეთებს მემონტაჟი. ადგა მიასვარგა მიადუღა არმატურა და მიამაგრა ბეტონისგან გამოჩრილ რკინაზე. ფაქტიურად მან გააფუჭა ამიტომ ქრომი გაუფუჭა იმას და ფაქტიურად ხარაჩი რომელიც ჩამოდანილია გერმანიიდან დააზიანა უცოდიანობა შედუღებით. არ შეიძლება მასე რაიმეს მიდუღება, მისი გახვრეტა, გაბურღვა, ის იგივე სტელაჟები და ხარაჩი რომ გაასხოვა თემისგან თვითამწეობა უნდა ქონდეს მითითებული, თითოეული უჯრედის თვითამწეობა ეწერება შესაბამისად თვითონ ექსპლუატაციას ვინც უწევს. აი ტექნიკურ დოკუმენტაციას რომ კითხულობდნენ, მიხვდებოდნენ რომ არ შეიძლება, მაგრამ ჩამოდის პირდაპირ აღარ ჩამოდის და სოთაშორის უმეტესობა მოპოვებადია და შესაძლებელია მისი მოპოვებაც. არიან მაგის სპეციალისტები, რომელსაც პირადად ვისვამ და თურქეთიდან აქვთ პირდაპირი შეხება იმ მეწარმეებთან, რომელსაც ამ სტელაჟებზე მუშაობენ. კი, თურქების სოთაშორის კარგ პროდუქციას. არა, თურქები და ქართველები მუშაობენ, ჩვენები, რომლებიც ამ პრობლემამ მინერად შეაწუხა, რომ მონახეს ეს გზები. ბატონო ვიქტორ. სტელაჟი არ შეიძლება იქნას დემონტირებული ნებართვის გარეშე. მისი გარემონტება არ არის ვინმე პასუხისმგებელი პირით საჭირო ამასთან დაკავშირებით სტელაჟის მოვლა პატრონობა შემოწმებასთან. აი მანუალებში ხომ არ გახსოვთ? მანუალებში არის თუ არა ესეთი მოთხოვნები? ეხლა მე თვითონ პრაქტიკაში არ მქონია რომ ჩვენ შეგვემოწმებინა ეს მოწყობილობები და მოკლევადით ვიმუშავე მაგალითად იგივე კნაყოფში ცოტა დიდი ხანგრძლივობით ვიმუშავე ამერიკულ კომპანიაში რომელიც პარფიუმერიულ პროდუქციაზე მუშაობს მაგრამ იქ უკვე შემოწმება ტარდებოდა თვითონ სისტემის მიერ თვითონ მთელი სისტემა ის მარტო ერთი კი არ არის თბილისში და საქართველოში მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში და ისინი ამათ თვითონ გატყობინებენ რომ მას გაუვიდავა და უნდა შეიცვალო და შენ არ გეკითხებიან ისე მოდიან და ცვლიან ან ამოწმენ და იძლევიან მისი გახანგრძლივების ვადებს და ჩამოდიან სპეციალისტები რომლებიც ამას პერიოდულად ამოწმებენ და ითხოვენ ანგარიშებს იციან რამდენი ტვითი გამოგზავნეს თვითონ ხო აღრიცხავენ რა ტვით აგზავნიან ხო იციან ეს ტვითი რო გატარდა სტელაჟებზე რომ ეს სტელაჟებიდან ჩამოიღებული იქნა და გადადანიეს იციან და ექსპლუატაციის ვადებს თვითონვე მართავენ ძალიან ჩვენზე უფრო კარგად მაგრამ მუდმივი ქოლი არის მუდმივი ზარია ვიზუალურად უყურებთ ერთი მეორეს ამ ანგარიშებს რო აგზავნით იქ განიხილება ეს თათბირებს და გეუბნებიან რა როგორ უნდა გაკეთდეს ამას ხელშეწყობა ქვია ურთიერთხელშეწყობა ურთიერთთანამშრომლობა ბატონო ვიქტორ დამტვირთვალის ოპერირება როგორც საფრთხე ამას როგორ შეაფასებდით და რამდენად გამოსადეგია და რამდენად ინოვაციურია ელექტროდამტვირთვალები დღესდღეობით გაზის დამტვირთველიც ინოვაციურია იმიტომ გაზზე მომუშავია და მას გამოყოფს ორთქლს ჩვეულებრივად არაფერი პრობლემური არ არის მასაც იყენებენ თავარია არ მუშაობდეს ბენზინზე და დიზელზე და დახურულ სივრცეში არ ამუშაონ იმიტომ ის გამოყოფილი ნამწვი გაზი მომუშავე პერსონალზე მოქმედებს. გაზი და ელექტრო მისაღებია. გაზის ბალონებზე არის უკან მონტაჟდება ბალონი, ჩვეულებრივად უერთდება და მუშაობს გაზი ჩვეულებრივად. ელექტროები ბევრი გვაქვს. კი. ელექტროები გაზის მესი მართლაც არ შეხვედრია რა სიტუაცია გვაქვს. ჩვენ პატარები ანუ გვაქვს საქართველოში. საქართველოში გაზის გვაქვს. მაინც რაღაცა ინოვაციურია. მე ნახე ერთ წამში გაზის ელექტრო და ბენზინი გარეთ მუშაობს როცა დისტრიბუციის სათვის გადაახტვით და გაზი მუშაობს სივრცეში, სადაც გამოაქვთ ეს თვირთი. და ერთმანეთს გამოუტანს ბარიერთან და ბარიერიდან მიაქვს ამას და ეხლა ყველაზე მთავარი კიდე არის ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც მანქანები ადგებიან ტრაილერები დასატვირთად და დასაცლად, მისი გათანაბრება სიმაღლესა ხშირად არ ხდება შენობა თავის დროზე იქნა შენებული ტრაილერის პორტი მაღალია და აქ უკვე უცხოელებმა ასეთი შემოგთავაზეს გამოაგზავნეს სპეციალური ჰიდრავლიკური ლაფეტი, რომელიც ამ სიმაღლეს ათანაბრებდა და
აღარ გვიწევდა ხელით მithreვა სპეციალური ფოლადის მისადგმელიც, რომელიც ურიგებით ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ. ეს პირდაპირ ათანაბრებს მანქანასთან და პირდაპირ ჰორიზონტალურ სივრცეში შედის და გამოდის და ეს სიჩქარესაც დაცლისა და სიჩქარესაც აუმჯობესებს და ტვირთის დაღმართზე დაგორებისას ურიკის ხელით შეჩერებაზე ტრამვებს გამორიცხავს. თუმცა ურიკა მძიმე ურიკა, როდესაც დატვირთული ურიკა თვითგორვით მოდის, ძნელი შესაკავებელია და საშიშია. მაგრამ გაათანაბრეს ლაფედით, გამოგვიზარდოს ეს ლაფედი და დღესაც ეს ლაფედი გამართულად მუშაობს. იმართება საწყობის შიგნიდან, გარე სივრცეშია განლაგებული და მას აქვს შესაბამისი მითითებები, რომ მისი გათანაბრებისას მასზე დგომა არ შეიძლება, სანამ არ გაჩერდება მანამდე არავინ არ უნდა მიუახლოვდეს და შემდეგში აქვს ტვირთი და გამოაქვთ ტვირთსაზიდი მანქანებიდან, ძიმე მანქანები, ტრაილერებს რო ეძახიჩვენ, ამიდან ესე ხდება გამოტანა. ასევე არის კომპრესორების ექსპლუატაცია. ხოლო შეიძლება ისე იმას ვუბრუნდებით მანქანებს, ამ პერსონალს სჭირდება სწავლება. ხშირად არიან პრაქტიკოსები, რომელთაც იციან ეს მართვის ყველაფერი, თვითნასწავლები არიან, მათ სჭირდებათ ამის კვალიფიციური შეფასება. ინსტრუქციის გაცნობა, ინსტრუქციის მიცემა, ინსტრუქციის მიხედვით ტესტების შემუშავება და გამოცდა და აკრედიტაციის გაკეთება რომელიმე პროფესიულ კოლეჯთან ერთად. შესაძლებელი და მიეცეს მოწყობა და თუ ის პირველად იწყებს მუშაობას და მან უნდა გაიაროს მძღოლის მოწყობა მაინც უნდა მიიღოს თუნდაც სამოყვარულო კლასით. რადგან მართვის პრინციპები თითქმის ერთნაირია ყველა დანადგარზე და ეგ არის მაგალითად ხვედებს არცეთი ის არ ეკეთებს მომუშავე ყველა ცდილობს ეს ხვედი ისე გადაადოს გვერდით არ მოსწონთ ხვედით დაბმული ახლა როგორ შეიძლება იაროს ქართველმა ვაშკაცმა ესეთი კამპანია მოქვს ნახი YouTube-ში დევს რეკლამასავით დარჩი კაბინაში დარჩი ცოცხალი სადაც მოუწოდებდნენ ხვედის გაკეთებისგან და აჩვენებდნენ ამის მნიშვნელობას რა მე მგონი ეგ თემა ისახურებს ყურადღებას ნებისმიერ ვირაჟის დრო შეიძლება გადმოვარდეს იმით გიცავს ერთადერთი გზა არის რომ დარჩე კაბინაში ასევე ჩაფხუტების გაკეთება არა ვის უყვარს განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს სასაწყობე მეურნეობას და წარმოებებს რომელიც აწარმოებენ ბაგებით ტვირთის გადაზიდვას ბაგები რომელსაც აქვს ხვედების შემოღმული და აქ უნდა იქნას გამოყენებული ტრავერსა ეს არის მრგვალი ტრავერსა ჯვარისებური და ეგრეთ წოდებული თამასა ტრავერსა რომელიც ორ მხარიდან ორი თიღებს 4 საყური აქვს ბაგებს ამ ბიგებს მე მგონი ბაგ ქვია რა ბაგ არის ტომარი ფაქტიურად 4 საყურია ხშირად 2 თიღებენ ჩაბისას აბამენ ხშირად ესენი რამდენიმე სართულად არის ერთმანეთზე დაწყობილი და მუშაკ ასულა უწევს ამ უკვე სიმაღლე ამ ტომბრის სიმაღლე 2 ტომბრის სიმაღლე 14 საათს აღწევს ხანდახან იმას უნდა ავიდეს და ჩააბას და ჩამოვიდეს უნდა ქვევიდა აი ეს საფრთხები და რისკების შეფასება და იქ ძალიან რთულია ბოლო საფრთხე ლევან შენი დროა ბოლო საფრთხე დავაიდენტიფიციროთ და იმის პრევენციაზე ვისაუბრებს ბატონო ვიქტორ. განსაკუთრებით ქიმიური ნივთიერებების სოდა მაგალითად ბინის წარმოებაში გამოიყენება სოდა და ამ სოდის ჩაყრისას მტვერი გამოდის. ბოლო საფრთხესთან დაკავშირებით ბატონო ვიქტორ, ადვილადაალებადი ნივთიერებებზე მინდა გკითხოთ რა. ქიმიკატების საწყობები, რა რეკომენდაციებს მიცემდით ასეთ საწყობებს და განსაკუთრებით ისეთ საწყობებთან მაინტერესებს თქვენი მხრიდან პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც შერეულ საქონელს ასაწყობებენ და იქ არის როგორც წვადი, მასალები დასაწყობებული, ასევე ადვილადაალებადი ნივთიერებები და ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებები. როგორია ამ ყველაფრის შენახვის და განცალკევების წესი? MSDS-ი არსებობს, ამის წესი არის რომელიც მიხედვითაც უნდა განიმიჯნოს უნდა ის ნივთიერებები რომლებიც თან ურთიერთშეხება შეიძლება აფეთქება და აალება გამოიწვევს მაგალითად კალიუმ კარბიც რო ეძახიან შემდუღებელ აპარატში რო იყენებენ გაზოშედუღების აპარატში რო იწერებენ აცეტილენს რომელიც გამოყოფს იმის შენახვა არ შეიძლება
სხვა აალებად ტემპერატურულ მაგალითად ზღვარი უნდა დავიცვათ, ან მაგალითად ხო არ არის რაიმე ტიპის კოლექტიური არის მაგალითად სათავსები, რაც შეიძლება რომ მოვაწყოთ, რა. აზოტი შენახვა იცით მელბურნში რომ ავსტრალიაში რომ თუ ახალ ზელანდიაში აფეთქდა აზოტის ორთქლი, რა აფეთქება გამოიწვია და დაანგრია მთელი ქალაქი. დაანგრია, იმიტომ აზოტი გვარჯი ამონიუმის გვარჯილა. არის დინამიტის დასამზადებელი ნივთიერება. N4, NO3. და ის ფეთქებადია. დეტონაციით ფეთქდება. ის ცეცხლით არ ფეთქდება. და უშუალოდ რის გამო მოხდა იქ აფეთქება? დეტონაციის გამო. რაღაცა აფეთქდა, რომელმაც გამოიწვია მის დეტონირება. მაგრამ იქ იყო დიდი მიზეზებზე საუბარი შეუძლებელია, ხო? ან უშუალო ხო, ერთი ჟანგბადის ბალონის აფეთქებას მოწმე რა ყავს. ჟანგბადის ბალონი მოწმე არ ყავს. ხო. თვითხილველები არ არსებობს. ხო, არა, თვითონ დაზარალებული ვერაფერს ვერ ყვება. არც ვიდეო ჩანაწერები აღარ არსებობს, რა გინდა? ხო და თულია ეგეთი მოყვა. ისეთივე მაგ ისეთი აფეთქება მოყვა. მომკვლევიც რომ აღარ არის. არა, ის ძალიან დიდი რაოდენობით ამონიუმის გვარჯილა ჩატანს, ხუთაშორის საქართველოსდან იყო წაღებული. და აფეთქდა ეს საწყობი აფეთქდა. იყო წაღებული. საწყობი აფეთქდა მთლიანად. და იმან ქალაქში ნგრევა გამოიწვია. ასევე შეიძლება მაგალითად ჟანგბადის ბალონებთან ზეთის დასაწყობად. რა თქმა უნდა. და აი უშუალოდ ისეთ წარმოებებს, ბოდიში საწყობებს. მაგალითად კირის ჩაუნქრალი კირისთან ერთად რაიმე ნესტის გამომყოფი წყალის რაღაცის ორთქლის გამომყოფის არ შეიძლება, იმიტომ ის იწვევს რეაქციას გამოიყოფა გაზი, რომელიც ფეთქებადია. ასევე არ შეიძლება გოგირბჟავა თან მინაში გოგირბჟავის შენახვა და ის უნდა იყოს მინაში ინახება, მაგრამ უნდა იყოს ისე დაცული და შენახული, რომ ის სხვრევა არ მოყვეს და მისი დაღვრა არ მოყვეს. ასევე მისი ორთქლი არ უნდა გავრცელდეს, რადგან ის ფილტრებს აზიანებს, მთელი ამბებია იქ, მთელი კომპლექსებია და MSDS-ი როგორც ამას ჩვენ მარტივად ვამბობთ, ის ლათინური აბრევიატურაა, რომლის მიხედვითაც ყველა ნივთიერებას, რომელსაც ქარხანა დამზადებელი უკეთებს შესაბამის ეტიკეტირებას. ჩვენ გვთხოვენ ხშირად ეტიკეტირებას. ეტიკეტირება შეუძლებელია გაუკეთო იმას, რაც არ იცი რა არის შიგნით. ამიტომ ის ლაბორატორიებთან დაადგინო რა არის ხო ნივთიერება და მე მაგალითად მქონდა შეხება აგრო საწარმოოსთან, რომელიც ნუშის ბაღებს უტარებს წინასწარ ქიმიურ დამუშავებას, და იქ ყოველი ქიმიური ნივთიერება ჩამოვიდა მისი ეტიკეტირები და ბაზე მინიშნებულია. რაც გადახაზული არ არის, ის საშიშროებას ნიშნავს. ცეცხლი თუ გადახაზულია, ესე იგი არ არის საშიში, თუ ღია არის, ეს საშიშია. აი ასეთი რაღაცები არის, ჩასუნთქვა აპარატი, ნიყაბი, აი წინა ყველაფერი ახატია იმას. მითითებულია ნარჩენები როგორ გამოიყენო, მთელი ამბები აქვს, ყველაფერი ფაქტურად დასურათებულია და ის ქართულად უნდა გადაიტანო ტექსტობრივად და გააცნო მუშაკებს და უნდა უთხრა ამის გაკეთება შეიძლება ვენტილაცია უნდა ქონდეს ამას. ისეთი რომ იქ რომ მესაწყობე და მეკუჭნავე არ უნდა მოყვეს ამ გაზის ჩასუნთვის არეალში შესაძლებლობა გამოირიცხოს და ეს საფრთხები და რისკები ესენი ყველაფერი ავტომობილი იმას ხო ვერ დაასურათებ. გასუნი არ აქვს, სურათს ვერ დაუდებ. ხო აი და საფრთხე გაზი. რა დავწვეთ? და სურათ დაასურათე აუცილებლად გვეუბნებია. იმის დასურათებაში იქ უნდა დაიწეროს რა საფრთხეა, როგორია და რა შესაძლებლობა არსებობს მისი გავრცელების. ეს არის სულ რაც შემეძლო მეთქვა და მე მგონი ყველაფერი რაც მეც მქონდა ჩაფიქრებული მეთქვა გითხრა. კი, ბატონო ვიქტორ, ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. თქვენი წინა სტუმრობიდან დღემდე რაღაცები შეიცვალა. პარტნიორი კომპანია გვყავს SafePro, რომლის საფრთხეების პროგრამული უზრუნველყოფა, პირველი პროგრამული უზრუნველყოფა საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ SafePro საკმაოდ უადვილებს რიგით უსაფრთხოების სპეციალისტებს, შრომის საფრთხეების პროცესების მართვას, ასევე უადვილებს მცირე საკონსულტაციო კომპანიებს, ფრილანსერებს და ასე შემდეგ. თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად, აი გლობალიზაციას თან მოყვა, რა თქმა უნდა, პროგრამული უზრუნველყოფების ადაპტირება ნებისმიერ სფეროში, იქნება ის შრომის საფრთხეობა, თუ იქნება ის სხვა სეგმენტი. თქვენი აზრი გვაინტერესებთ. მე თვითონ ტექნიკური პროგრესის მხარდამჭერი მომხრე და
დაინტერესებული ვარ ნებისმიერი ტექნიკური დეტალითაც კი და სადაც შევდივარ, არაიმე თუ დავინახე ესეთი დეტალი, აუცილებლად უნდა შევეხო, ვნახო, დავათვალიერო. ბავშვობიდან გამომყვეტყობა ასეთი ინტერესი, რადგან გავიზარდე ისეთ წრეში, სადაც ესეთი ტექნოლოგიური მოწყობილი ნაკლებად იყო. და ინტერესი გამიშთა ბულდოზერებისადმი, ტექნიკისადმი, ტრაქტორებისადმი, როგორც ნებისმიერ პატარა ბიჭუნას და მეც ეს გამომყვა ბოლომდე და შემდეგ ტექნიკამ ცოტა ტექნოლოგიამ გამასწორა თავისი ტემპებით და მე შეიძლება ასაკობრივად ჩამოვრჩი ამას თაობის შესაბამისად და კი მესმის კომპიუტერული, ციფრულიც მესმის, მაგრამ მე იმ მექსიკელ მათემატიკოს გავარ, რომელიც ამ ხალხთან ერთად ცხრის ფარაში გაიარა ეკლით და მეორე ეკითხება რამდენი ცხვარი იყო და იმან რაღაც 1000 რამდენი ცხვარია უთხრა როგორ დათვალეო უთხრა თავები გადათვალეო არაო ფეხები დავთვალე და 4-ზე გავყევი მე მირჩევნია ფიზიკურად თვითონ შევადგინო ის მასალა ვიდრე ის ვანდო ციფრულ იქაც თქვენ თვითონ აკეთებთ ყველაფერს აბსოლუტურად. აი, ეს კვალიფიკაციას ედო. ნახეთ ეს არ არის ხელოვნური ინტელექტი ბატონო. არა, ხელოვნური ინტელექტი არ არის, მაგრამ ვისში აქვს გააჩნია მონაცემები. ჩვენ შრომის საფრთხეების სპეციალისტები უბრალოდ ვიყენებთ პლატფორმას. პლატფორმა არის უბრალოდ დამხმარე მოწყობილობაა. თორემ შევსება, მონიტორინგი, კონტროლი. მაგრამ არის სპეციალისტი. აი, მაშინ მოკაცრავთ, მაგრამ კონტროლში ჩვენ გურულების სტილია შეკითხვაზე შეკითხვით პასუხი. მეც ნახევრად გურული ვარ გესმის. კოგო არის გურიაში, სადაა კოგო? რა უნდა გურიაში ნესტს? არა. სადაა კოგო, ესე იგი შეკითხვას, ესე იგი კოგო არ არის, მას ნიშნავს ის შეკითხვას. ჩემი პასუხი როგორია იცით? აი, ვინც შეადგინა სოფტის შეიტანა, მონაცემები შეიტანა 92 წლამდე მოქმედი ნორმატივები? აიცით რა არის შეტანილია როგორც ქართული ტექნიკური რეგლამენტები, ასევე საერთაშორისო მასალებიც არის შეტანილი და საკმაოდ ისეთი მდიდარი ბიბლიოთეკა აქვს სოფს. და გვაუწყდეს ის რომ ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ კიდევ. დავამატოთ კიდევ. კი ბატონო. 12 წლამდე არსებული რეგლამენტები. ეხლა როდესაც ლაპარაკობთ უცხოურ რეგლამენტებზე, ცოტა მართებს გარკვეული მიდგომა, კრიტიკული მიდგომა. რომელი უცხოური რეგლამენტი არის მოქმედი ჩვენთან. რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან, ის უცხოური რეგლამენტები. უსაფრთხოების ნიშნები 457 თავიდან ბოლომდე არის. ნიშნები მესმის, ნიშნები კი. ჩვენ შეგვიძლია პლუს დავამატოთ კიდევ. აი ნიშნები, რომელიც ოფიციალურად აი ნიშნებზე მე ნიშნების აკრედიტებული სპეციალისტი ვარ სწავლების დარგში. ერთი ნიშანი გვაქვს ჩვენ დაასრულე მუშაობა ამ წეგრანებისათვის. საერთაშორისო ნორმატივზე რომელიც ნორმატივად არის აღიარებული ჩვენთან, მაშინ მითითებულია კაცი, რომელსაც ხელები აქვს წინასე დაწყობილი. აილოს აქვს ასეთი ნიშანი. ეს არა, ეს გეგონება დააცრული მუშაობა ასე კი არ დაუდგები შენ, ის ვერ მიხვდება რას აკეთებ. მოძრაობა უნდა გაკეთო აქედან აქეთ. ეს ნიშნავდა ეს არის აილოს ნიშანი და ეს ნიშანი არ არის შეტანილი ჩვენ სახელმწიფო დოკუმენტებში. კი ბატონო, მაგრამ ისიც ხომ ახსენებია რომ უფრო მაღალი სტანდარტის დაწესება შეგვიძლია. არა, მაღალი სტანდარტი როგორ დაწესება, როდესაც გააქვს სტანდარტი, რომელიც გაუგებარია. ნიშანი გაქვს, რომელიც გაუგებარია. სიტყვიერად დავწეროთ ჩვენს ქვემოთ. ვიზუალურად მაქვს ეს გაკეთებული და როცა ვასწავლები, ეს შეცდომაა და ასე უნდა გააკეთოთ. მესმის. ამას ვასწავლი მე თვითონ იგივე ტვირთავებსაც, ჩაბმელებსაც, ტვირჩაბმელებსაც და მომუშავებს, ვინც მუშაობენ ამ წეგრანებთან. როდესაც ლაპარაკობთ ჩვენთან რამდენად მისაღებია ნებოში. ნებოში არის ბრიტანეთის უსაფრთხოების საბჭოების დებულება და არა ნორმატივი. და ამას ედო საერთოდ 80 ქვეყანა იყენებს, რომელიც ბრიტანულ თანამეგობრობაში შედის. ჩვენ არ შედივართ ბრიტანულ თანამეგობრობაში. ანუ როგორ ფიქრობთ, რომ ქართველი სპეციალისტისთვის არ იქნება გამოყენებადი ნებოშის კვალიფიკაცია? გამოყენებადი, ეხლა ეს იგივეა კაცი უთხრობთ კვალიფიკაციას ხო აგვემატა? ასტონ მარტინით გაივლი თუ არა, ამას ხო ერეთყავს, დასაშვებია მანქანა გამოიყენო, ხო? მაგრამ გაუში ამას ვერ გამოიყენებს. ამას ვერ გამოიყენებს, საკანონმდებლო ბაზაში ამას ვერ გამოიყენებს. საკანონმდებლო ბაზას აქვს მისი ბარიერი. გამოიყენება გარკვეულ სივრცეში.
იმ სივრცეს იქით ის არ ვცელდა. მაგრამ რა შეასახმე, დამკვეთები ხშირად იყენებენ ნებოშს. უფორმებენ ქართულ კომპანიებს ხელშეკრულებას და ეუბნებიან, რომ ნებოშით შევაფასოთ შრომის უსაფრთხოება. მაშინ უკვე ვარსად ვაღარ გაიქცევრიდან ხელშეკრულებას უპირატესი უფლება ენიჭება, რა კი იგი საერთაშორისო კომპანიიდან მოდის და იძულებული ხარ იმუშაო მათი დამკვეთთან შეთანხმებით. მე სულ მეუბნები შემსრულებელს, ჯობია ქართული კანონმდებლობით დადო. იმათ არ უნდა დამკვეთს ეს მიიღოს. რატომ? დამკვეთი მუშაობს მსოფლიო ბანკის თანხებით, მსოფლიო ბანკის ოფისისად არის ლონდონში. ლონდონი ინგლისია, ბრიტანეთის საბჭოებიც იქვეა. ამიტომ ისინი ახალ დებულებებს აღარ ეძებენ, სხვა ქვეყნების დებულებების გაცნობას არ იწყებენ და გეუბნებიან, მოდით ვიხემძღვანლოთ ამით. ეს არის ფაქტიურად თავს მოხვეული ვალდებულება. კანონით საქართველოში მუშაობს შრომის უსაფრთხოების კანონი და შესაბამისი ნორმატივები. წესდასი. აი ნებოშზე მე დაკითხოთ, აი ძალიან მაინტერესებს. აი ეს ნებოშის სერტიფიკატი რა, ისიც აქვს აღებული. აი ამის ანუ თანამეგობრობაში ვინც შედის ბრიტანეთის რა, როგორც სწორად გავიგე, ანუ ყველგან შეუძლია იმუშაოს. 150 ჩავა, იმუშავებს ამ იმით ხო, ჯოლები. მეგობრები მყავს, რომელიც მიდიან მუშაობენ ხო, ანუ კუვეითში არაბთა ერთად და ნებოშის კვალიფიკაცია იქ ნებოშის სერტიფიკატი არ გაქვს მიგიშვებიან, იმიტომ იქ ინგლისელები მუშაობდნენ ნავთობოპოვებაზე და ინგლისური პოლიტიკა მიდის ნავთობოპოვებაში. ისევე როგორც გემების მოძრაობაში, რატომა გემები მანქანები ინგლისში მარცხენა მხარეს, მარჯვენა მხარეს რომ მოძრაობ. გემები უვლიდნენ ზღვაში ერთმანეთს მარჯვენა მხრიდან და საჭეც იმიტომ არის მარჯვენა მხარეს. იქიდან გემებიდან აიღეს მოძრაობის წესები და ეს წესები. აი დასაქმება მარტივია, აი თქვენ მეგობრები როგორ დასაქმდნენ, აი ძალიან მარტივია. ხადებენ კონკურსს, ხადებენ ესენი წარადგენენ სამთო და ესენი ქირაობენ ამას. აი რამე მოთხოვნა აქვთ გარდა იმისა რომ ანუ ეხლა ნებოში თავისთავად უნდა გქონდეს, მაგრამ აი რამე მოთხოვნა რა მინიმუმ შენ ქვეყანაში რამდენიმე წლიანი გამოცდილება რომ მაცხრები უნდა ჩაიტაროს იქ ძებზად. ან ესეთი არაფერი რასაც ვერ დააკმაყოფილებს აქ ნებისმიერი. ანუ იდეაში პირობები რატო? რატო იმიტომ მაგალითად წყალი გაუწყლოვნება, მაღალი ტემპერატურა, სიცხეა, 40-45 გრადუსი სიცხეა. ხო, მაგრამ ხო შეიძლება ბრიტანეთში წავიდე აქ მუშაობა რაღაცა ბრიტანელები მუშაობენ სხვაგან. არა, მე ვიძახი ქართველისთვის ამ თანამეგობრობაში შესული ქვეყნებისთვის რა მოთხოვნებია გარდა. კონგო თანამეგობრობაში შედიოდა თავისუფლად და საფრანგეთის კოლონია. კონგოში ვიმუშაობთ. მაგალითად იგივე აი იტალია ხო თანამეგობრობაში შედის ბრიტანეთის? არა. გერმანია, ავსტრალია, ზელანდია, უელსი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, შოტლანდია, ცენტრალური ევროპა საერთოდ არა. არა, ევროპაში ინგლისი არა. არა, ერთ თანამეგობრობაში შეიძლება არ შედიან, მაგრამ ის შედის ისა კუნძულების ეიშელი და ისინი. ხო. აი აქო. ამ სერტიფიცირებას ნებოშით საფრანგეთში ვერ მუშაობ. არა, 150 ქვეყანაზე მეტ 150 ქვეყანაზე მეტი აღიარებს ნებოშის 150 რა 80 ვაღანა. 80? აი 150. საფრანგეთის წერია 150 და მაგით. არა, 150 არ აღიარებს, კაცო, მე ხო ვიცი, 80 ვაღანა თვითონ წერია იმას ნებოშის ვიდან მაღებული ვერდიდა რომ მე ჩემი სტანდარტი მუშაობს 80-ზე მეტ ქვეყანაში, ახლა მეტი შეიძლება 82 იყოს და შეიძლება 200. მაგრამ 150 არ იქნება და 150 და მეტ ქვეყანაში. აილოსი მუშაობს, მე ვიცი აილოსი მუშაობს 150-ზე მეტ ქვეყანაში, 167 ქვეყანაში მუშაობს აილოს ნორმატივები. რასაც ქვია ოშ 2001. გავედით ბოლოში, ბატონო ვიქტორ, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო მადლობა თქვენ. გაიხარეთ, ძალიან საინტერესო ეპიზოდი გამოვიდა, როგორც ყოველთვის, არანაკლები, ვიდრე პირველი იყო და ვიტოვებ იმედებს, რომ ეს ვიტოვებ იმედებს კი არა, უფრო სწორად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეპიზოდიც აი იმდენ ნახვას დააგროვებს, რამდენი ნახვაც წინამ დააგროვა, ან უფრო მეც. მე ერთი ესეთი მარტივი კითხვა მაქვს თქვენთან, არა მხოლოდ მე, ჩვენ გუნდს, რომ რას ურჩევდა ვიქტორ დოლიძე ახალბედა დამწყებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებს? მუშაობას, სხვას ვერაფერს ვერ ურჩევ. მუშაობა, უნდა იმუშაო. სულ ვასწავლება წყალში. ძალიან საინტერესო პასუხი იყო, ლაკონური, მაგრამ ძალიან სიღრმისეული. კიდევ სტატისტიკა უნდა მოვიშველიო. როგორც ყველა ეპიზოდში. 5%-ით წავედით წინ, რომ
75% იყო იმ ადამიანთა პროცენტული განაწილება, რომლებიც უყურებენ ჩვენ პოდკასტს, მაგრამ არ იწერდნენ. ეხლა არის 70. ესე იგი, ბატონო ვიქტორ, 70% ჩვენი მაყურებლის, ჩვენი გამომწერი არ არის. უბრალოდ უყურებს გადაცემას, მაგრამ არის ეზარება, რომ ესე ღილაკს დააკარგა.